ცოტა ხატრული ტექსტი იქნება, ხატრული ტექსტი გამომივა და არ უნდა მიწყინოთ, არ მიწყინოთ. მე ვილაპარაკებ ქართულ რუსულ ოცნებაზე, ქართული იგი რუსული ოცნება. ყველაფერთან ერთად ჩემი აზრით არის მატყუარა ხელისუფლება. და მატყუარა იმიტომ რომ ის გვაბოლებს, ფაქტებს ამახინჯებს, ბუქავს, სათავისოდ ინტერპრეტირებს, ასე ვიტყვი, ყველა ფაქტს. ოღონდ რომ ვიცოდეთ, მაინც არსებობს ტყუილი უწყინარი, არადრამატულ ტრაგიკული და არსებობს ტყუილი ფლითთა, ფლიდური ქვეყნისათვის დამღუპველი ტყუილი. ხო და ოცნება იგი რუსული, ოცნება რუსული არ გაგიკვირდებათ და დღეიდან კი არა, დიდი ხანია უკვე ჩვენ უნდა მოიხსენიოთ სწორედაც რომ ფლიდ ლიდერებისაგან შემდგარ პარტიად. დღიდან მისივე შექმნისა, ხო, მოსწრებისა, დაბადებისა, სწორედაც რომ ფლიდური ტყუილების შეგნებული გამავრცელებელი პარტია ტირაჟირებითა, ამ ფლიდური ტყუილების ტირაჟირებითა ის დაკავებული. შესაბამისად გამოდის რომ ის გახლავთ, ის არის თავადის პარტია როგორც ასეთი, მიზიდა ივანიშვილიდან დაწყებული, ნებისმიერით დამთავრებული არის ფლითთა და ცბიერთა ასევე პარტია და მე მესმის რომ რომელიმე ასე მაგალითად მარიამ ლაშხი ან მამუკა მდინარაძე და ეს არის საბოლოო ჯამში მათი კოლექტიური სახელი, ფრიად აღშფოთდება ამგვარ შეფასებაზე ალბათ მაინც და მოიმარჯვებენ ისინი კალამს და საჩივარზე დაწერენ აქაო და შეურაცხყოფას გვაყენებს ვინმე ტაბლიაშვილიო. მაგრამ ჯერ ერთი თავად უკანონოთა საჩივარი ვერ გაგვაჩერებს ვერც მე და ბევრ ჩვენგანს ვერ გაგვაჩერებს და ვერასდიდებით ვერ გაგვაჩერებს და მეორე რომც გავჩერდეთ, აი ჩავიკმიდოთ ხმა, ანუ კრინტიც რომ აღარ დავძრათ მათმა სუსმა, ჩვენი სუსი რომ სუსის ქმედებების შედეგად ჩვენი სუსის რომ აღარ გაიგოთ, ხო? რეალობა მაინც არ შეიძლება ფლიდნი დარჩებიან ფლიდებად. ისტორიაშიც ხომ დარჩებიან და თანამედროვეობაშიც დარჩებიან, მერქი ამის თქმა მინდა. და უკვე შემდგომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე სხვა, ანუ მე რომ გავჩუმდე, ჩვენ რომ გავჩუმდეთ. ჩვენზე მეტად ხმამაღალნი, ჩემზე მეტად ხმამაღალი და ის სხვა ოდენ ფლიდებად მათ მოხსენებას არ დასჯერდება მეთქი. არამედ ღიად და უფრო მკვახედად სიტყვის რომ ოცნება იგი რუსული ოცნება, და კი გითხარით რომ ეს არის ოდნავ ხატრული ტექსტი, არის სახელმწიფო ორგანიზმში მეტასტაზებით გამჯდარი სიმსივნე, რომელიც ამ ჩვენ ორგანიზმს, სახელმწიფოებრივ ორგანიზმს, როგორც ასეც კლავდა და ახლაც კლავს და მომავალშიც თუ დარჩა რასაკვირველია მოკლავს. ეს ასეა, რაღაცა ეს ასეა, ჩავთვალოთ რომ ვარ ოცნებისთვის კეთილის მსურველი, ერთი წამი წარმოვიდგინოთ და ახლა მას ოცნებას ან მის ლიდერებს უნდა მივმართო ბატონებო და ქალბატონებო, მე გირჩევთ მართლა წარმოიდგინეთ რომ ვარ კეთილის მსურველი თქვენი და გირჩევთ გაეცალეთ ამ ქვეყანას თუ ჭკვა, ანუ ჭკუა გაქვთ ან ჭრეტის უნარი გაქვთ, გაეცალეთ მართლა და მართლა. ვინაიდან ერთხელაც იქნება და მოსწყდება, და კი გითხარით რომ ეს არის ხატრული ტექსტი ერთგვარად, მოსწყდება დამოკლეს მახვილი და წაგწყვეტთ მაგ თავებს, რომლებიც საცაა იქცევა ბაშკებად. ოღონდ გევედრებით ახლა მაინც და მაინც არ მიიჩნიოთ ან არ გეგონოთ რომ პირდაპირი მნიშვნელობით თავწაწყვეტას, ბაშკად წყვეტას გულისხმობ, არა. ისტორიის სამსჯავრო უფრო მაქვს მე მხედველობაში. დიახ, მე მოგიწოდებთ როგორც კეთილის მსურველი უბჭყალებოდ, რომ გაეცალოთ ამ ქვეყანას, ვიდრე ასე მომხდარა, ანუ ვიდრე ახალ თაობას უთქვამს გაცილებით მჭახე და მქუხარე სიტყვა თუ სიტყვები, ხოლო ვიდრე ამას იზამდეთ, ამას ხო ხვალზე გარიზამთ, რასაკვირველია, ან იზამთ თუ არა საერთოდ ესეც ცხადია არ ვიცით, მაგრამ უფრო ის გგონია რომ არ იზამთ. მე მომისმინეთ, მე ხომ მომავალებს, აი მომავალ თაობებს ჩვენ ხომ ვუადვილებთ სიძნელეს გზისა. და აი მე ვამბობ რომ ოცნების ფლიდობისა თავარ მიზეზი კი არა საფუძველი უნდა იყოს არა მხოლოდ მწველი სურვილი
ხელისუფლების, ძალაუფლების, შედარჩუნებისა, შესაბამისად დაღაფვისა, ფულთა ხვეჭისა, ძალაუფლების შედარჩუნებისა, გამდიდრებისა, გაქსუებისა და ასე შემდეგ, არამედ რუსული ფსბ სამსახურში ყოფნა და ეს უფრო უნდა იყოს, ყოფნა უფრო არის. ანუ მართლ პარტიად წოდებული ეს დაჯგუფება ბანდას რო უწოდებ. მე არის გადაფსკვდილი ერთის მხრივ შესაძლოა კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ჩაძირულ ჩაფლულია კორუფციაში. ქმედება გადაწყვეტილებებში, დამოუკიდებელი სულაც არაა ის. დამოუკიდებლად სულაც არ მოქმედებს, არ ქმედებს, თუმცა საკუთარ ტყუილებში აბლანდულიცაა და იმავე ფსბ-ს შეხიდებით ჩვენ და სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვათ, ეს უნდა ვაღიაროთ, ჯერაც გამოსდის მას ქართულ ოცნებას მოქალაქეთა ერთი ნაწილის ტვინთა რეცხვა, მათ შორის ფლიდური ტყუილებით. მე ერთ-ერთ ტყუილზე ვისაუბრებ ახლა. მოკლედ მე მინდა კიდევ ერთხელ ვამხილო ოცნება, კიდევ ერთხელ და ჯიუტად მინდა გავიმეორო ის, რასაც ვიმეორებ რახანია. ხილება, კი გითხრათ რომ ეს არის მხატვრული ტექსტი. მხატვრული ელემენტებიც არის შიგ, ხო, ამ ტექსტში. ხილება უკეთურთა და უკეთურობისა არა მხოლოდ უფლებაა, ასე მაგალითად ჩემი, რომელსაც რა გინდა რა უკანონო კანონითაც ვერ ამიგრძალავენ, ხა როგორ დააკრძალოთ საბოლოო ჯამში, არამედ ვალდებულებაცაა, ვალდებულება გაგიკვირდებათ და ისტორიისა და თანამედროვეობის მომავალი თაობების წინაშეც. და ამასაც გარმარტავ ახლა რას გულისხმობ, ხო, რომ იცოდეთ, მაინც მე გახლავართ იმავდროულად სამართლებრივი და აგრეთვე სამართლიანი კანონის მორჩილი მოქალაქე. ანუ მარტივად ვიტყვი, ორივე უნდა იყოს, ორივე. ხოლო თუ სამართლებრიობას, სამართლიანობა არ ახლავს, ან პირიქით სამართლიანობას, სამართლებრიობა, მნიშვნელობა არ აქვს და ან ორივე არ არის, ის კანონი ჩემი აზრით არის ფარატინა ქაღალდი, დასახევი ქაღალდი. და კიდევ ერთი ასევე მნიშვნელოვანი, როცა რეპრესიებია, მოქალაქეები იცით თქვენ უმრავლეს შემთხვევაში მიმართავენ ეგრეთ წოდებული ეზოპეს ენას. ცხადია ახლა ქალბატონ წილოსანს ან ბატონ დინარაძეს არ უნდა ეგონოს რომ ბერძნულს გულისხმობ, ხო? ცხადია არა. იგავისა და არაკის ენას გულისხმობ, ქალბატონ ნინო წილოსანს მიმართავ ან ბატონ მამუკა დინარაძეს კეთილის სურველი ვარ, რა გითხარით თქვენი. და ყოველ შემთხვევაში ასე იწყებს ხოლმე ბევრი თაობა აკეთებდა, ბევრი ინდივიდი აკეთებდა. ამას და კიდევ ერთი, მე არ მიმართავს ჯერჯერობით ამენისა თუ ხერხისათვის, არ მიმართავს, კვლავ ვიმეორებ და იმიტომ არ მიმართავს, რომ პირდაპირ ჯობია ხანდახანზე ხშირად ჯოგჯერ თქმას, ჯობს არა თქმასა, ახლა ის მომენტია, როცა თქმას ჯობს არა თქმასა და პირდაპირ გახლით სათქმელს ჩემსას, ცხადია მართლა კეთილის მსურველი კი არა ვარ, ავის მსურველი ვარ, მეთქი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ საქართველოს უღალატეთ. და რა კეთილის მსურველი არა ვარ, ამიტომაც ერთი აფორიზმით უნდა შეგიპირისპირდეთ უვიცებს, თქვენ უვიცები ხართ. ეს სიტყვები ეკუთვნის შოთა რუსთაველს. ეს სიტყვები ამგვარია. თქმა მართლისა, სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. ამას ამბობს კვლავ ვიმეორებ შოთა რუსთაველი ოღონდ. ოღონდ რაღაც დაგიმელოთ და მე სულ მგონია რომ ამასაც ვერ გაიგებს, შეიგნებს ზოგი ან ბევრი ადრესატი რა ხეო, ასე მაგალითად შეძახებს ზარქუა, რა ხმელიო, ასე მაგალითად კვერს დაუკრავს, ვინ გავიხსენოთ ახლა. მაგალითად დიტო იასამხარაძე და ამასობაში მე გითხარით რომ ეს არის მხატვრული ტექსტი, ამასობაში მოულოდნელად საიდან რაღაც გამოხტება გურამ მაჭარაშვილი კომისიაზე რო არის ხოლმე, ის და დაამატებს რას ნიშნავს სიტყვა შეიქმსო, რას ნიშნავს სიტყვა შეიქმსო. და რაღა დაგიმალოთ და მე მეზარება, მართლა მეზარება. ბატონი გურამისათვის ლექციების წაკითხვა ჩატარება და მათთან კამათიც მეზარება და მათზე ანუ თქვენზე სიცილიც დაცინვაც მეზარება ხშირად. უმჯობესია ერთი მაგარი ამბავი გიამბოთ და მაყურებელს მივმართავ ახლა უფრო და იმ მაგარ ამბამდე უნდა მივიდე ოღონდ, ესეც მნიშვნელოვანია. აი ბიზინა ამბობს ხო, მათი შეფი ბიზინა ამბობს რომ დამელოდეთ, ხო და დამელოდეთ, ჩემო
კარგებო, ახლა დავიწყებ, მე ამ ამბამდე მივალ, ოღონდ ერთი ამე უნდა გავიხსენო, მაგარ ამბამდე უნდა მივიდეთ და უნდა ვთქვათ მანამდე კი რომ საქართველო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ჩვენი 34 წელია დამოუკიდებულია და ამ ხნის განმავლობაში მართველი ენაცვლებოდა იცით თქვენ, ასე მაგალითად პრემიერიც ცვლიდა და ამ პრემიერებში ყველა თუ არა ბევრი ნახდად იყო დღევანდელების არ იყოს, არა დღევანდელებზე ბევრად უარესები იყვნენ, მოდით ვთქვათ ასე გამცურებელი საზოგადოებისა. გვპირდებოდნენ ერთს და არაფერი გამოსდიოდათ კი არა, გამოსდიოდათ მეორე, ხშირ შემთხვევაში. გვაბოლებდნენო, იტყვის რომელიმე თქვენგანი და მოდი ერთ წამს დავეთანხმები, ოკეი, ჩვენს გავიმეოროთ, თუ გნებავთ ასე, რომ სწორედაც რომ გვაბოლებდნენ და ჩვენს ვბოლდებოდით, ოღონდ ამბავი ცუდი ამბავი ის არის პარადოქსი ისაა რომ უკვე შემდგომ არჩევნებზე ნაცვლად მათი ესეთ სიტყვა ხო კუდი გორის გზაზე გაყენებისა ეს მხატვრული ტექსტია ანუ უკუგდებისა არ არჩევისა ან სიტყვისა არ გენდობით ოხრებო და მუდრეგებო ხო ესეც შეგვეძლო გვეთქვა ან ისევ მათ გუნდებს უჭერდით მხარს სწორედ ამიტომ 34 წელია კი ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხელისუფლების ცვლილება ან თუგებას სხვაგვარად ვიყვით ცვალებადობა მოხდა ამ 34 წლის განმავლობაში სულ რაღაც სამჯერ. პირველად სახელმწიფო გადატრიალებით 92-ში, როცა სხვა ბანდიტებთან, ბევრი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ როცა სხვა ბანდიტებთან ერთად დღევანდელ მართლ გუნდთან ახლოს ყოფთაგან, აი ვინც არის ახლო გარემოცვაში დღევანდელ მართლ გუნდთან ერთმა გოგა ხაინდრავამ იარაღი აისხა. ხოლო მართლ გუნდში მყოფთაგან ორმა მინიმუმ შარმანაშვილმა და ქადაგიშვილმა მას კვერი დაუკრეს და უთხრეს მიდი შეუბერეო. მეორე ცვლილება მოხდა კარგი და სამაგალითო რევოლუციით და მე არ მახსენდება ოცნების მომხრეთა შორის ვინც იმჟამინდელ რევოლუციას, ანუ ვარდების რევოლუციას უჭერდა მხარს და მესამედ კი არჩევნებით, რომელიც აღმოჩნდა რომ იყო ღიად უნდა ვთქვათ ეს დადგა ჟამი ღიად თქმისას სახელმწიფო გადატრიალება და ამას უნდა ამბობდეს ყველა პატიოსანი მოქალაქე ჩემი აზრით, ვინც ხმამაღლა ახლა ყვირიც რატომ ხელი არ მომტყდა ან რატომ ხელი არ გამიხმა მაშინ. ხო, უნდა ვთქვათ ისიც 2012 წელთან დაკავშირებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები სარცხვენისზე აფარებულ ლეღვის ფოთოლთა მონაწილეობითაც შედგა. ხო, მხატვრული ტექსტია მეთქი აკი გეუნებით. და ამ ლეღვის ფოთოლს, ზოგადად ლეღვის ფოთოლს, აქვს სამკურნალო თვისებებიც განა არა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ამ დანიშნულებით ისინი ანუ სამკურნალო თვისებებისა და გამო ლეღვის ფოთოლი არც არავის არ გამოუყენები არც ბიზნეს პირიქით ყველაფერი მოშიშვლდა მეფე გაშიშვლდა ოლიგარქი გაშიშვლდა და 2012 წელი 1 ოქტომბერი ალბათ უკვე შესაძაფასებელი გახდა ასე. ეს იყო 2012, ბევრი ამბობს ამას, მე უფრო შორსაც წავალ, ეს იყო რევანში ვარდების რევოლუციას. და აკი გითხარით რომ შორსაც წავალ, მეთქი ეს იყო და არის ჩემი აზრით 91 წლის დამოუკიდებლობის აქტზე ბიზნეს უფრო ზუსტი რომ იყო რუსეთის შურისძიება. მაგრამ ახლა ამ შეფასებას უბრალოდ აღარ განვავწობ ანუ მეც აღარაფერს ვიტყვი, ჩვენ ხომ სულ სხვა თემა გვაქვს. მე გითხარით რომ ამ ხატრულ ტექსტში სხვა თემა გვაქვს განსახილველი და ამ თემას აკი გითხარით ნელ-ნელა ვეპარები და ისევ ბიზნეს სიტყვებს გახსენებთ. დამელოდეთ ის ამბობს, დამელოდეთ მართლაც ხო? აბა რა უნდა გქნათ? მეორე თუ მესამე მხრით, ცხრივ. ვიდრე ქოსა ტყუილა ოცნებაზე ან ქოსასა და ტყუილა ოცნებაზე, მატყუარა ოცნებაზე ვიტყოდე რამდენიმე სიტყვას და რაც თავარია ვამხელდე მას როგორც მატყუარების პარტიას მე გახსენებთ დამოუკიდებლობის მანძილზე პრემიერები ვინც ყოლია მათ. აი მაგალითად თენგიზ სიგუა იყო ორჯერ პრემიერები იყვნენ გუგუშვილი
ცხოვრობს ფინეთში. ფაცაცია, არსენიშვილი აღარ არის ცოცხალი, გულუა, ჟვანია, ნოღაიდელი, გურგენიძე, გილაური, გალობლიშვილი თანმიმდევრობით არ მოვყვები, მაგრამ მეტნაკლებად მაინც ვიცავ. მერაბიშვილი, ივანიშვილი, ღარიბაშვილი ასევე ორჯერ სიგუასი არ იყოს. კვირიკაშვილი ბახტაძე, გახარია კობახიძე. და ღარიბაშვილი ვახსენე. ჩვენ გვყავდა 19 პრემიერ-მინისტრი 34 წლის განმავლობაში. და ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ყოველ ბიანგარიში, ყოველ 17 თვეში ერთხელ იცვლებოდა და იცვლება პრემიერი. და თუ კრიტიკულად გახედავ მათ შორის გარდაცვლილებსაც, გაგახსენდება არა მხოლოდ სიგუას კენიის ხორცის, კენიიდან ხორცის შემოდანას გვპირდებოდა, არამედ ბახტაძის მწვანე ეკონომიკაც. ისიც გვპირდებოდა, რომ მწვანე ეკონომიკა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში. ბახტაძე ირიბი მნიშვნელობით ცხადია, ბისმარკი იყო კობახიძესთან შედარებით. ამ პრემიერებს შორის ბევრი რასაკვირველი აჭარბებდა, ბევრი იტყუებოდა და ცოტა იყო მათ შორის ისეთი, რომელსაც პრაქტიკულად ვერაფერში მიედავებოდიან, მიედავები. თუმცა შემდეგ იქნება ალბათ მთავარი სათქმელი, უნდა ვთქვა მთავარი სათქმელი, რომლის პირველი სიტყვაცა, გიბოდიშებ, ცხადია იდიოტიზმი. იდიოტიზმია ოცნება იმაზე, ჩვენი ოცნება, რომ რუსეთი ოდესმე რამეს დაუბრუნებს ამ ქვეყანას. თავისი ნებით დაუბრუნებს. რუსეთს უნდა წაღლიტო, წაართვა. აი მაგალითად, იდიოტიზმია ფიქრი ან ოცნება იმის თაობაზე, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს. თუმცა ოცნება იგი რუსული და მე კი გითხარით და გვიმეორებ, რომ ეს არის მხატვრული ტექსტი, ანუ ქართულ-რუსული ოცნება, პირდაპირ თვილებად დღენიადაგ სულ იმას გვიმტკიცებს, რომ მას, ანუ რუსეთს არ გავაღიზიანებთ და თუ არ გავაღიზიანებთ, საერთაშორისო პაზლი ისე შეიძლება დაჯდეს, რომ რუსეთმა ეს ორი ტერიტორია დაგვიბრუნოს. ყოველი შეკამათება მასთან, ანუ ოცნებასთან, საპირისპიროს მტკიცება მისთვის, ანუ ოცნებისთვის, არგუმენტების მოშველიება და ასე შემდეგ, ამაოა. შენ სამშობლო არ ყვარებია ძმაო, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ამას გიპასუხებენ უარესში კი სამშობლოს ღალატს დაგწამებენ ცილად და მერე თავი უნდა იმართლო, არა აგიგორებენ კიდეც დიდ კამპანიას და მერე შეიძლება ციხეშიც გადურთინონ. თავი კომისია წულუკიანისა, ბანდიტი წულუკიანისა, ამიტომაც ამადაც შეიქმნა, რომ პარტიები გააუქმონ და პოლიტიკოსები დაიჭირონ. სამომავლოდ კიდევ ბევრი, ეხლა ხო დაიჭირეს 8 პოლიტიკოსი თუ 9. სამომავლოდ მიაყოლო კიდევ 8, 10 ან 17. მოკლედ ციხეშიც გადურთინებენ თავს მეთქი, არა და კითხვები მართლაც უამრავია, ხო? მაგალითად, კითხვა, ჯერ ხო სიგიჟია რომ რუსეთი რამეს დაგვიბრუნებს, მაგრამ ოკეი, ერთ წამს დავიჯეროთ. და კითხვა ასეთი, უნდა დავთმოთ თუ არა ევროინტეგრაცია ამ, მოდი ასე ვიტყვი, ილუზორული ტერიტორიული მთლიანობის ფასად, საფასურად. და ოკეი, ვთქვათ და დავთმეთ. რა გარანტია გვექნება, რომ რუსეთი როცა მოუნდება, მაშინათვე, აი მაგალითად 2040 წელს არ წაგვართვებს ამავე ტერიტორიებს, ოღონდ იმხანად 2040 წელი ავიღე, ხო? პირობით წლად. აღარავინ აღარ გვეყოლება მეგობარი, რომელიც დაგვიცავს ჩვენ. არ არის რუსეთი რეალურად არც გვიბრუნებს, მაგრამ მაინც აი ესეთი სიგიჟე, სიშლეგე წარმოვიდგინოთ. სხვა კითხვებიც არა საგვირგვინი დასასმელი. მე სხვა კითხვებიც მაქვს ცხადია და არაერთხელ დამისვამს, მაგრამ ახლა მოდი მე თვითონვე გავცემ პასუხს კი და დასკვნებს შემოგთავაზებთ. 6 პასუხ დასკვნას შემოგთავაზებ და ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე სულ უნდა მსჯელობდეთ და ღიად უნდა ვთქვათ, რომ ოცნება თუ ამ კრიზისებს გადააგორებს, ოცნება აპირებს და გახსოვთ, ბიზინა ივანიშვილმა თქვა, რომ ბოდიში უნდა მოუხადოთო სეპარატისტებსო, მოქალაქეებს ვინც ცხოვრობსო იქო, რეალურად სეპარატისტები იგულისხმა და უფრო იგულისხმა რასაკვირველია რუსეთი. მოკლედ, ოცნება აპირებს შემდეგი, პირველი, აფხაზებთან და ოსებთან გააფორმოს ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმება. რაც არის პრინციპულად, იმიტომ კი არა ომი გვინდა. პრინციპულად არასწორი, პრინციპულად დაუშვებელი ამბავია ეს, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ლეგიტიმაციას ანიჭებ დე ფაქტო ხელისუფლებებს. მეორე რაც ის აპირებს, რომ რუსეთს მოუხსნა საოკუპაციო ქვეყნის, ხოლო მის ჯარს საოკუპაციო ჯარის სტატუსი და მეტიც დააკანონოს ეს ჯარი თუ აფხაზეთში და თუ ცხინვალის რეგიონში.
მესამე ჩემი აზრით ასევე კატასტროფული და თუ კრიზისებს გადააგორებს რუსთაველის გამზირის კრიზისებს და გატეხს ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფერზე წავა ამასთან რუსეთთან აწვევიან მას. ეს არის საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება. ოღონდ საოკუპაციო არსებული საოკუპაციო ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნა და მისი დაკანონება. მეოთხე საქართველოს შეყვანა SNG-ში, ანუ დაბრუნება და ODKB-ში, ანუ რუსეთთან ალიანსში შესაძლოა პირდაპირი ხელშეკრულებაც კი სამხედრო პოლიტიკური ხასიათისა. მეხუთე გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა კიდევ ორგან ან სამგან ჩამოყალიბება ეგრეთ წოდებული ერთობლივი რუსები ამას დიდი ხანია ითხოვენ 25 წელიწადია ანტიტერორისტული ერთობლივი ცენტრებისა რუსეთთან ერთად, იმიტომ რომ იტყვიათ რომ რეგიონში უდაძაბულესი ვითარებაა მეგობრებო. მეექვსე დაუფარავად იმის თქმას აპირებს ოცნება რომ ნატოში ჩვენ ევროკავშირში ხო აღარ მივდივართ და ნატოშიც აღარ მივდივართ. ისედაც აღარ მივდივართ, მაგრამ ამის დეკლარირება არ მოუხდენია. არსებობს მე7, მე8, მე10, მე15 სხვა ამოცანები კი რა დავალებები ფსბ-დან, რომლებიც ოცნებამ გარკვეულ პერიოდში უნდა შეასრულოს. და აკი გითხარით რომ იმიტომაც ამკაცრებს დამატებით აქში და რეპრესიებს იჭერს ხალხს, ახალ ჯარიმებს უწევს, ახალ კანონებს იღებს, რომ ეჩქარება მას ჰქონდა უხეშად დედლაინი მარტამდე, გადაუწიეს უხეშად სექტემბრამდე, გადაუწევენ უხეშად მომავალი წლის მარტამდე, მაგრამ დიდ დროს რუსეთთან არ მისცემენ, იმიტომ რუსეთს ეჩქარება, რომ საქართველო მოიხელთოს. თუმცა ესეც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ მას, პროტესტი აჩერებს, თუნდაც ესოდენ ხალხის თვალსაჩინო შესუსტებული, რაოდენობრივი თვალსაჩინო შესუსტებული. ოცნება ამას ვერ გააკეთებს, ვერაზდიდებით, ვიდრე ჩვენ ვამბობთ, რომ ანწუხელიძე არის გმირი. ვიდრე ჩვენგან 200 კაცი არის ქუჩაში. 2000 რო იყოს უმჯობესია, 20000 მთლად კარგია და 200000 საერთოდ გამარჯვების ტოლფასი იქნება მეთქი გავბედავ და ვიტყვი ახლა უკვე. ახლა რაც შეეხება მთავარი და მადასტურებელი იმისა, რატო არის ოცნება მატყუარა, ხო? ის ხო ამბობს, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნავს. შესაბამისად, მას უნდა აინტერესებდეს არაღიარების პოლიტიკა. ახლო აღმოსავლეთში ცოტა ხნის წინ მოხდა საინტერესო ამბები. ირანს არ გულისხმობ, ასადი გააგდეს. ეს ასადი მოსკოვშია, 3 ოთახიან ბინაში ცხოვრობს, მეთქი არა, მეტ ოთახიანში ცხოვრობს და სახლში, მაგრამ მაინც პადბასკოვიაში. ასადის ხელისუფლებას, ანუ სირიას ქონდა და აქვს აღიარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ოცნება კი ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნავს. მაგრამ ოცნებამ თავი დაიწვა 2 დღის წინ, გუშინ უფრო ზუსტი რო ვიყო, თვითილუსტრაცია მოახდინა, მეთქი ალბათ უფრო ზუსტი ტერმინია. კერძოდ გუშინ მოხდა შემდეგი რამ, ეუთოში ასამბლეაზე მიიღეს ეგრეთ წოდებული პორტოს დეკლარაცია, რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარებაზეა საუბარი და მოწოდება ასადის შემდგომი სირიის ახალი ხელისუფლებისათვის, რომ ამ უკანასკნელმა უკან წაიღოს ამ 2 ჩვენი რეგიონის აღიარება. შესანიშნავი ამბავია, ხო, ანუ ერთით ნაკლები ქვეყანა იქნებოდა, ან იქნება, თუ შეასრულებს და შეასრულებს, ვინც აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რაღა უნდა გინდოდეს მეტი. ახლა კითხვა მაქვს, როგორ გონიათ, ოცნების დელეგაციამ ხმა მისცა თუ რა ამ რეზოლუციას? არ მისცა. მეცაც გეტყვით, დარბაზშიც არ შევიდა ამ დროს. და მე უბადრუკი არგუმენტებით იმართლა თავი, იმიტომ არ შევედი დარბაზში და შესაბამისად იმიტომ არ მივეცი ხმა, იმიტომ რომ ამავე რეზოლუციაში ეუთო წერს, ჩაწერილია, რომ უნდა განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, პოლიტიკოსები და არა მხოლოდ და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამავე რეზოლუციაში მიმეორებ ჩაწერილია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, უნდა ჩატარდეს. მაგარი ამბავია იდეაში, მაგრამ ოცნებას ხო ეს არ აწყობს და იმის გამო რომ არ აწყობს,
ოღონდაც ეს არ მოხდეს, ანუ ახალი არჩევნები არ დაფიქსირდეს და არ ჩატარდეს, არავინ მოითხოვოს, ოცნებას გიბოდიშებ და კიდია აღიარებული იქნება თუ არა, ასე ვამთავრებ მე ჩემს დღევანდელ ვიდეო ბლოგს, აღიარებული იქნება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად. აი ამიტომ არის ოცნება, ეს არის პრაქტიკულად ბოლო წინააღმდება, ფლიდინა მატყუარა. ის გვაბოლებს, რომ აფხაზეთი აინტერესებს მას, სინამდვილეში მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება. ის არის აკითხარით და ბევრჯერ გავიმეორებ, მატყუარა ფლიდი ხელისუფლება, თორე მატყუარა ბევრი ყოლია. ის არის ზაკვარი მატყუარა ხელისუფლება. ცოტა მხატვრული ტექსტი გამომივიდა, იმედია არ მიწყინეთ. ნახვამდის.